მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი გრძელი ვიდეოებისთვის და თხოვნა მაქვს თქვენთან, რომ მადლიერების ნიშნად მოიწონოთ ჩემი ვიდეოები და გააკეთოთ კომენტარები. წინასწარ გიხდით მადლობას. მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა გრძნობებზე. მოდით, რას გრძნობთ თქვენ მის მიმართ, ის რას გრძნობს თქვენს მიმართ და საერთო ვიბრაციები ვნახოთ. რას გრძნობთ თქვენ, ის რას გრძნობს თქვენს მიმართ, საერთო ვიბრაციები ვნახოთ. თქვენ რას გრძნობთ მის მიმართ, თქვენ შემოკარგებო გიყვართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ცხრიანი თასები ამოვიდა, მაგრამ იკეტებით რაღაცა შიშები გაქვთ თქვენ, შიშები გაქვთ, შეიძლება გრძნობების გამჟღავნება არ გსურთ, რადგან გეშინიათ და აქედან გამომდინარე შემოკარგებო იკეტებით. ცოტა რაღაცა დისტანციასაც შეიძლება იცავდეთ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შიშები გაქვთ, შეიძლება გაუცნობიერებელი შიშები გაქვთ, შეიძლება გაცნობიერებელი შიშები გაქვთ შემოკარგებო, მაგრამ თქვენ გიყვართ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, ის რას გრძნობს ვნახოთ. ის რას გრძნობს, თქვენ ძალიან იზიდავთ მას, ძალიან იზიდავთ, მიზიდულობა აქვს მას თქვენს მიმართ, მიზიდულობა აქვს და როგორი სიტუაციაშია იცი, ეხა ის მომენტი აქვს მას, რომ გრძნობები უფრო გაუღრმავდეს. თქვენ შორის შეიძლება დაიწყო მეგობრობით ეს ურთიერთობა და რაღაცა ტრანსფორმაციასაც შეიძლება გადიოდეს თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რომ ეს გრძნობები გაღრმავდეს და გაღრმავდეს შემოკარგებო. აქ რაღაცა შემოთავაზება სურს მას, რისი შემოთავაზება სურს ვნახოთ. რისი შემოთავაზება სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. შემოთავაზება სურს ურთიერთობა, რომ რაღაცა მაღალ ეტაპზე ავიდეს, მაგრამ უჭირს ცოტა ამაყი პიროვნება, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება და ეს რაღაცა პირველი ნაბიჯი რომ გადმოდგას, ან რომ დაგსვათ და დაგელაპარაკოთ, რომ მოდი ესეთ სერიოზულ ურთიერთობაში შევიდეთ, ან თავის გრძნობების შესახებ გესაუბროთ, ძალიან უჭირს შემოკარგებო მას. საერთო ვიბრაციები ვნახოთ. რა არის საერთო ვიბრაციები თქვენ? თქვენ როგორი წყვილი ხართ, იცით შემოკარგებო, რაღაცა განსხვავებული წყვილი ხართ, რაღაცა განსხვავებაა თქვენ შორის, საერთო ვიბრაციებში მაინც როგორ არის, იცი, ერთმანეთს პატივსცემთ ერთმანეთს და თქვენ შორის საერთოდ ისიც ნერვიულობს, თქვენც ნერვიულობთ რა. შეიძლება რაღაცა მერყეობა, ისიც მერყეობდეს, თქვენც მერყეობდეთ, მაგრამ საერთო ვიბრაციებში მაინც გსურთ, რომ წინ და წინ წავიდეს ურთიერთობა შემოკარგებო. მოდით ესეთი კითხვა დავსვათ ეხლა აქ მის ქვეცნობიერში რა ხდება? რა ხდება მის ქვეცნობიერში? თქვენთან მიმართებაში ვნახოთ რა ხდება მის ქვეცნობიერში. მის ქვეცნობიერში ის არის, რომ შემოკარგებო რაღაცა სამართლიანად უნდა მოიქცეს თქვენთან ურთიერთობაში რა, რაღაცა ბალანსი უნდა დაიცვას, სამართლიანად მოიქცეს და მის ქვეცნობიერში თავის მეორე ნახევრად გიყურებთ ეს ადამიანი ნახეთ, ორიანი თასები ამოდის, იცის რომ ჰარმონიულ ურთიერთობაში უნდა იყოთ ორივე ერთად, ორიანი თასები რა არის? ნახეთ, ჰარმონიული ურთიერთობაა, ერთად რომ დგახართ, ერთმანეთი რომ გიყვართ, ერთმანეთის მეორე ნახევრები რო ხართ, ერთნაირები რო ხართ, ერთნაირი ხასიათები რო გაქვთ, ძალიან ამაყი პიროვნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მაგრამ შეიძლება ჩუმჩუმათაც კი თქვენს ფოტოებს უყურებდეს თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ კიდევ. მოდით დავსვათ ესეთი კითხვა. რას იზავს თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რას იზავს და იცით რა არის, რაღაცა ომს გამოუცხადებთ ერთმანეთს, რომელზე გაიმარჯვებთ შემოკარგებო და სად წავა ეს ურთიერთობა, ვნახოთ.
სად წავა ეს ურთიერთობა? აქ როგორი რაღაცა გაიშალა, იცით, ჩემო კარგებო, შეიძლება რაღაც სამკუთხედის თემაც გქონდეთ ურთიერთობაში და თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება იმოქმედოს რაღაცა თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაო, ასე ჩემო კარგებო, ზომიერება დაიცვას, რაღაცა თავისი დანაშაულებები რო გადაფაროს, ნახოთ სად წავა კიდე ეს ურთიერთობა, თქვენი ურთიერთობა სად წავა. რაღაცა სიხარული გელოდებათ, ჩემო კარგებო, სიხარული გელოდებათ, ან თქვენ შორის თუ არის ახლა სამკუთხედის თემა და ეს თქვენ დანამდვილებით იცით, ხო? მაგ სამკუთხედის თემაზე გელოდებათ სიხარული. თუ სამკუთხედის თემა არ არის აქ, ჩემო კარგებო, და თქვენ შორის არის ეჭვიანობები, მანდაც სიხარული გელოდებათ. ნახოთ კიდე სად წავა. თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება რაღაც მყარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემო კარგებო, და ძალიან მაგრად დაალაგებს თქვენს ურთიერთობას, ჩემო კარგებო. მანამდე დაგაკვირდებათ და დაგაკვირდებათ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ნახეთ როგორი სიტუაციაა, შეიძლება თქვენს ქმედებებს დააკვირდეს, შეიძლება სოციალურ ქსელშიც დაგაკვირდეთ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რადგან თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი. ეჭვიანი ადამიანია და მუდმივად დაკვირვების ეპიცენტრში იქნებით, ასე ვთქვათ, ჩემო კარგებო. თქვენ ამ ურთიერთობაში, თქვენ ვინც მიყურებთ ახლა, აუცილებლად გაიმარჯვებთ, ჩემო კარგებო, გამარჯვება გელოდებათ აუცილებლად. ნახოთ ახლა აქ დავსვათ ესეთი კითხვა, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ ურთიერთობაში, რომ გამარჯვება მოიპოვოთ, ასე ვთქვათ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ ურთიერთობაში, რომ გამარჯვება მოიპოვოთ, როგორც იმპერატორი ქალი. უნდა იდგეთ მყარად, ჩემო კარგებო, იმპერატორი ქალი როგორია? მართველი ქალი, ძლიერი, შემდგარი, თავდაჯერებული ქალი, ჩემო კარგებო, და ღირსეულ ქალად უნდა მოიქცეთ, ჩემო კარგებო. ნახოთ კიდე როგორ უნდა მოიქცეთ. იცით როგორი სიტუაცია, თქვენ შორის თუ არის ახლა სამკუთხედის თემა, ისევე გავიმეორებ, ამ სამკუთხედის თემაზე ყურადღება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუმახვილოთ მას. აი, არც ერთ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ მან გადმოდგას აქტიური ნაბიჯები, თუ გსურთ, რომ თქვენ გაიმარჯვოთ. და ერთადერთი მომენტი კიდევ როგორ უნდა მოიქცეთ, აქ არის, რომ თქვენი ნერვიულობა არ უნდა აჩვენოთ, საერთოდ არ უნდა აჩვენოთ, თუ გინდათ, რომ გაიმარჯვოთ ამ ურთიერთობაზე. თქვენი ურთიერთობა არის მყარი ურთიერთობა, ჩემო კარგებო, და აუცილებლად თქვენ ოჯახი გექნებათ თქვენ, ანუ მიაღწევთ სასურველს, გექნებათ ოჯახი, ჩემო კარგებო, და გაიმარჯვებთ. უბრალოდ უნდა მოიქცეთ იმპერატორი ქალივით, თქვენი ნერვიული ემოციები არ უნდა გაუმჟღავნოთ. ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია, ცოტა თქვენ დაკარგვის შიშიც უნდა გაუჩინოთ, ანუ მან ვერ უნდა გაიგოს, გინდათ ეგ ადამიანი, არ გინდათ ეგ ადამიანი. ნახეთ როგორ აგიხსნათ ეხლა რა, როგორ უნდა მოიქცეთ, ნახეთ, ანუ მას უნდა უთხრათ ესეთი სიტყვები, მარტივად რომ ავხსნა, იქნები ხო ძალიან კარგი, მიყვარხარ, არ იქნები, არც ეგ არის პრობლემა. ასე თუ მოიქცევით, ჩემო კარგებო, აუცილებლად გაიმარჯვებთ ურთიერთობაში და თქვენ მასთან გექნებათ ოჯახი.